მოგესალმებით. აბა დაფიქრდით ერთი წამით. როგორ ხდება, რომ ერთი თავიდან არაფრით გამორჩეული ქალაქი სოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს იმპერიად იქცევა? აი დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ჩავყვებით რომის ისტორიას და ვნახავთ, როგორ შეძლო მან ეს წარმოუდგენელი ნახტომი. როგორ გახდა პატარა ლოკალური ძალა მსოფლიოს მბრძანებელი. ხო და თავარი კითხვაც სწორედ ეს არის, არა? როგორ მოახერხა ერთმა ქალაქმა რომმა თითქმის მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს დაპყრობა. ეს არის ამბავი დაუოკებელ ამბიციაზე, სისასტიკეზე და რა თქმა უნდა სამხედრო გენიალოზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ გრანდიოზული ისტორიის პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თავი იწყება რომის უდიდეს მტერთან, კართაგენთან შეტაკებით. იცით, ეს არ იყო უბრალოდ ომი ტერიტორიისთვის. არა, ეს იყო ბრძოლა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, ვინ განსაზღვრავდა მთელი დასავლური ცივილიზაციის მომავალს. სანამ უშუალოდ ომებზე გადავალთ, მოდით ერთი ტერმინი გავარკვიოთ, რომელიც სულ შეგხვდება. პუნიკური. რას ნიშნავს? ძალიან მარტივად. რომაელები კართაგენელებს, რომლებიც ფინიკიელების შთამომავლები იყვნენ, პუნებს ეძახდნენ. ხო და ამ ომებსაც სწორედ ამიტომ ეწოდა პუნიკური ომები. თავიდანვე ვითარება ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილი პატური სიტუაცია. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს ყავთ რომი, ხმელეთის აბსოლუტური მეფე, თავისი დაუმარცხებელი არმიით. მეორე მხარეს კი კართაგენი, ზღვების ტიტანი, თავისი უძლიერესი ფლოტით. ანუ ლომის ზვიგენის წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება თავიდანვე რაღაც ძალიან დიდსა და გარდაუაოს გვპირდებოდა. და ეს დაპირისპირება ხომ იცით, ერთი ბრძოლით არ დამთავრებულა, არც ერთი ომით. რომი და კართაგენი ერთმანეთს დაეჯახნენ არაერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ. სამი უსასტიკესი, ეპიკური ომი გაიმართა იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ გახდებოდა ხმელთაშუა ზღვის ერთადერთი ბატონ-პატრონი. მოდით, სწრაფად გადავავლოთ თვალი. პირველ ომში რომმა ხმელეთის ძალამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა. ნულიდან შექმნა ფლოტი და ზღვაზე დაამარცხა კართაგენი. შედეგად სიცილია ჩაიგდო ხელში. მეორე ომი, ეს უკვე ხანიბალის ლეგენდაა, რომელმაც რომი კინაღამ გაანადგურა, მაგრამ საბოლოოდ მაინც რომმა იმარჯვა. მესამე ომი კი ფაქტობრივად კართაგენის განადგურების ოპერაცია იყო. ის მიწასთან გაასწორეს და ამით ყველაფერი დასრულდა. რომი დასავლეთის უპირობო ლიდერი გახდა. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ამ გამარჯვებების ფონზე თავარი კითხვა მაინც რჩება, როგორ? რა იყო ის საიდუმლო იარაღი, რის გამოც რომის არმია ასეთ დაუმარცხებელ მანქანად იქცა? ანუ ახლა გადავდივართ კითხვიდან რა, კითხვაზე როგორ? ხო და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რა ხდიდა მათ არმიას ასე შეუჩერებელს? რაში იყო მათი საიდუმლო? პასუხი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი, რა თქმა უნდა, აღჭურვილობაა, ყველასთვის ერთნაირი სტანდარტული იარაღი. უზარმაზარი ფარი, სკუტუმი, სასიკვდილო სასროლი შუბი, პილუმი და ის ლეგენდარული მოკლე ხმალი, გლადიუსი. ამას დაუმატეთ რკინის დისციპლინა, წარმოუდგენელი საინჟინრო ოსტატობა, მათ შეეძლოთ ბანაკების, ხიდების, სალყო მანქანების აგება წარმოუდგენელი სისწრაფით და რაც ყველაზე მთავარია, ადაპტაციის უნარი. რომაელები არასდროს თაკილობდნენ მტრისგან სწავლას და მათი საუკეთესო იდეების გადმოღებას. ლეგიონის სტრუქტურა კი, ეს ხომ საერთოდ ცალკე თემაა, ნამდვილი სამხედრო ხელოვნების ნიმუში. წარმოიდგინეთ, თითქოს ლეგოს კუბიკებია. ყველაზე პატარა ერთეული 8 კაცისგან შედგებოდა, მერე მოდიოდა 80 კაციანი ცენტურია, შემდეგ 480 კაციანი კოჰორტა და ბოლოს 5000 კაციანი ლეგიონი. ეს მოდულური სისტემა მათ საშუალებას აძლევდა, რომ ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ რელიეფს მკისიერად მორგებოდნენ. და აი, როდესაც ეს სამხედრო მანქანა კართაგენთან ომებში საბოლოოდ დაიხვეწა და სრულყოფილებას მიაღწია, რომმა თავისი მზერა აღმოსავლეთისკენ მიმართა. იქ კი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეები ელოდნენ. კართაგენი უკვე დამარცხებული იყო, ასე რომ რომის შემდეგი სამიზნე სწორედ ეს მემკვიდრე სამეფოები გახდა. პირველი სიაში მაკედონია იყო. ეს იყო ორი სამხედრო გიგანტის შეჯახება, რომაული ლეგიონი, ლეგენდარული მაკედონური ფალანგის წინააღმდეგ. აი ეს ხილი კი ყველაფერს ძალიან ნათლად გვიჩვენებს. ხომ ხედავთ, მაკედონური ფალანგა საოცრად ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ სწორ რელიეფზე. ის იყო ხისტი, მოუქნელი. რომაული ლეგიონი კი პირიქით, საოცრად მოქნილი. მას შეეძლო ნებისმიერ რელიეფზე ბრწოლა. რომაულების პილუმსა და გლადიუსს კი გაცილებით მეტი მანევრირების საშუალება ჰქონდა ვიდრე მაკედონელების გრძელ შუბებს. შედეგი, რომაულები უბრალოდ ფლანგებიდან უვლიდნენ ამ გაქვავებულ ფალანგას და ანადგურებდნენ. მოქნილობამ სიმტკიცე დაამარცხა. კარგი, მივედით ფინალთან. ამდენი ომი, ამდენი დაპყრობა, საბოლოოდ რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა? მოდით შევაჯამოთ. ვფიქრობ, ყველაზე კარგად ამ ყველაფერს რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის სიტყვები აღწერს. ისინი ქმნიან უდაბნოს და ამას მშვიდობას არქმევენ. ძალიან მძიმე სიტყვები არა, ეს გვიჩანებს, რომ რომის ტოტალურ დომინაციას ძალიან მძიმე ფასი ჰქონდა.
და აი ამ დომინაციის მასშტაბი უბრალოდ შეხედეთ ამ ციფრებს. საუკუნეზე ოდნავ მეტ დროში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 163 წლისთვის, რომი უკვე ხმელთაშუა ზღვის აუზის 75%-ს აკონტროლებდა. ეს ხომ თავბრუდამხვევის შედეგია. ისინი თავიანთი სამყაროს უპირობო მმართველები გახდნენ. და ბოლოს მინდა ერთი კითხვით დაგტოვოთ. აი ეს უსაზღვრო გაფართოება, რომის სიძლიერის პიკი იყო, მისი ტრიუმფი, თუ პირიქით, სწორედ ამ წარმატებამ დაუდო სათავე იმ პრობლემებს, რომლებმაც საბოლოოდ მისი დაცემა გამოიწვია. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამაზე?